ნამდვილად ჩქარობს და გეთანხმებით იმაში, რომ ეს ფორსირებული ნაბიჯები უკვე აი ესე გაცხადდა, ასე ვთქვათ და სიჩქარემაც უმატა ზუსტად უკრაინის ომის მერე. აქვე მინდა ვთქვა, რომ როგორც ჩანს, რაც ხილული არ იყო აქამდე 2012 წლიდან უკვე მიზანმიმართულად მიდიოდა ის პოლიტიკა, რომელშიც დღეს აღმოჩნდით. თუმცა, სხვადასხვა სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო ჩვენ არც ამის დაჯერება გვინდოდა და არც ამის რაღაცა ესეთ ხილული მაგალითები არ იყო და უფრო 2016 წლიდან გამოჩნდა მე რაღაცა ელემენტები, რომლებიც შესაძლებელი იყო განგაში ზარის ცემის საფუძველი ყოფილიყო, ხოლო 22 წლის რუსეთის აგრესიამ, უკვე ღია აგრესიამ და ომმა უკრაინაში აბსოლუტურად შეცვალა მდგომარეობა, როგორც რუსეთისა და მის სამეზობლოში, ასევე კონკრეტულად ჩვენთან და დააჩქარა ის მოვლენები, რომლებიც სავარაუდოდ გაწერილი იყო, დიდი ხნით გაწერილი იყო და ეს სცენარი დაწერილი არის, თუ როგორ უნდა დაუბრუნდეს საქართველოს რუსეთის ორბიტას. რატომ ჩქარობს? იმიტომ ჩქარობს, რომ როგორც ხედავთ, უკრაინელების ამ გმირულმა ბრძოლამ და თავდადებამ თავის შედეგი გამოიღო და რუსეთს რაც არ უნდა იძახოს ახლა თუნდ რუსეთმა და თუნდ სხვა პოლიტიკოსებმა არ აქვს ის ვითარება უკრაინაში, რომლითაც შეიძლება ამაყობდნენ და ისინი იყვნენ დაწყნარებულები. მათ საკმაოდ უჭირთ იქ და კიდევ საკითხავია ომი რა განვითარებას მიიღებს მომავალში, თუ როგორ ჩამოყალიბდება ამასთანავე ევროპა რუსეთის წინააღმდეგ, როგორი იქნება მის მხარდაჭერა უკრაინაში და ასე შემდეგ და ევროპის ჩამოყალიბება ასევე ჩვენზედაც იმოქმედებს. საქართველოს ამ პროცესების ფორსირება მეტყველებს იმაზე, რომ რუსეთს ზუსტად ეჩქარება, რომ ეს პლაცდარმი, რომელიც მას ასე ვთქვათ, უკვე თავისი გონია, რამენაირად გაინაღდოს მანამ სანამ უკრაინაში რაღაცა შვიდობის, ეგრეთ წოდებული მშვიდობის რაღაცა წერტილები გამოჩნდება. გაინაღდოს აქ არსებული ხელისუფლების ხელით. დღევანდელი დღე ცოტას გადაუხვევ ამ თემას, ზუსტად მაგალითი იყო იმისა, თუ ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ რა. სწორად აღნიშნა გიორგიმ, რომ 9 აპრილის, დღევანდელი 9 აპრილის გაცხადებული მიზანი რაც იყო ჩვენი ამ საპროტესტო საზოგადოების და პირველ რიგში ჩვენი სინდისის პატიმრების მშობლების, ეს მიზანი შესრულებულია, ეს მიზანი მიღწეული არის. ჩვენ ვთქვით, რომ რუსები არ უნდა მისულიყვნენ ამ მემორიალზე ეგრეთ წოდებული პატივის მისაგებად ჩვენი დაღუპული გმირებისათვის და ეს მიზანი შევასრულეთ. არ მისვლეს. მე ბოძის გიხდით, თუ არის შესაძლებლობა, რადგან თქვენ ამ თემაზე საუბრობთ და ანუ თქვენ საუბრობთ, რომ მნიშვნელოვანი იყო, რომ ისინი ვერ მივიდნენ ეს სურათი ფარისევლობის ჩვენ წელს ვერ ვნახეთ. თუმცა იყო მცდელობები. და მე უფრო მეცად გეტყვით, მცდელობა იყო 9 აპრილის, მეორე 9 აპრილის მოწყობისაც, ოღონდ უკვე ჩვენი ეგრეთ წოდებული ხელისუფლების მხრიდან. ტიტუშკებს გულისხმობთ? არა, თვითონ ხელისუფლებას გულისხმობ, იმიტომ რომ დილას იქ მობილიზება იყო იმ დონეზე გაკეთებული, რომ ისინი აშკარად ემზადებოდნენ. რამ შეუშალათ ხელი? ეს იყო ჩვენი, ასე ვთქვათ, ბრძოლის ჟინი, განწყობა იქ დარჩენილი საზოგადოების, რომელმაც მთელი ღამე გაათენა და ასე ვთქვათ, შეიძლება ითქვას ფიცი ქონდა ნათქვამი, რომ ამას გავაკეთებდით და ბოლომდე მივყვებოდით ამ საქმეს, ან შეიძლება იყო ვთქვათ იგივე მათივე პატრონების მიერ ბრძანების არ გაცემა ამასთან დაკავშირებით.